ვისაც კომპიუტერული თამაშები უთამაშია და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენს უთამაშია, იცის რა არის NPC. Because he's not a hacker, Antoine, he's an NPC. NPC თამაშებში არის არამოთამაშე პერსონაჟი, რომელსაც ჩვენ კი არა კომპიუტერი აკონტროლებს. ეს პერსონაჟები ვაჭრები იქნებიან, კვესტების პერსონაჟები, მტრები მეგობრები და ასე შემდეგ მოქმედებენ სცენარის მიხედვით. ქმნიან ატმოსფეროს, უზრუნველყოფენ კვესტებს და ავსებენ თამაშის სამყაროს. მოკლედ მეგობრებო, რომ ვთქვათ, დიდ მუღამს აძლევენ თამაშს. თავისუფალი ბიჭი და არა თავისუფალი კაცი ამ თავარი გმირი, რადგან ესე არასწორად თარგმნილი გვხვდება ზოგჯერ. აქ პირდაპირ თარგმნაზე არ არის. კიდევ უფრო რო ჩავიდეთ დედააზრში, შეიძლება სწორი დასახელება თავისუფალი ტიპი უფრო იყოს. ეს არის 2021 წლის ამერიკული ფანტასტიკა კომედიური ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორი და პროდიუსერი შონ ლევია. ფილმში მთავარ როლს ბრწყინვალე რაიან რეინოლდსი ასრულებს. ის არამოთამაშე პერსონაჟი, ანუ NPC არის მასიურ ონლაინ თამაშში. მეგობრებო, ამ არხზე ეხლაც და ასევე სხვა ფილმების ანონსშიც, რა თქმა უნდა, არ მოგიყვებით მე სიუჟეტს, ან მით უმეტეს კვანძის გახსნა იქნება თუ საერთოდ დაბოლოებას. ჩემი მიზანია თქვენთვის საინტერესო გახდეს ფილმის ნახვა და თუ რა კრიტერიუმით ხდება ჩემს მიერ ფილმების შერჩევა, ეს არხის მთავარ ვიდეოშია. აქ ვიხილავთ მხოლოდ კადრებს ფილმიდან, ინფორმაციას ფილმზე, რეჟისორებზე თუ მსახიობებზე. What is happening? So much money. თავისუფალი ბიჭი ორჯერ გადაიდო COVID-19 პანდემიის გამო. მისი პრემიერა შედგა ლოკარნოს 74 კინოფესტივალზე 2021 წლის 10 აგვისტოს. Blue shirt guy. It's a Henley. Stuck. Yeah. And then I saw you. And I saw you. Who are you? A guy. ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 125 მილიონი დოლარი. ფილმმა კომერციული წარმატება მოიპოვა და მსოფლიო მასშტაბით 330 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. კრიტიკოსებისგან ზოგადად დადებითი შეფასებებიც მიიღო, რომლებიც ის შეადარეს ისეთ ფილმებს, როგორც არის ტრუმანის შოუ და მატრიცა. აი მატრიცასთან შედარებაზე რა მოგახსენოთ, აშკარად მატრიცა რამდენიმე თავით მაღლა დგას ამ ფილმზე, მაგრამ მაინც. და ასევე შეადარეს ისეთ ვიდეო თამაშებს, როგორც არის GTA და Fortnite. Get out of my brain hole. I love bubblegum ice cream. No, you don't. Are you making fun of me right No. now? Nobody likes bubblegum ice cream. No, I do. I had a relationship end over bubblegum ice cream. No way. Yeah. Cheers. Cheers. თავარი გმირი NPC-ად შენერებული ჰაკერის წვენით თამაშის სწრაფად პროგრესირებს, მისიებს კეთილგანწყობილად ასრულებს და სხვა მოთამაშეებისგან გამოირჩევა. მალე იგი მსოფლიოს სენსაციად იქცევა, რომელიც ლურჯი მაისურას ბიჭუნას სახელით არის ცნობილი. ფილმში ასევე ეპიზოდურ როლებში მონაწილეობენ სხვადასხვა გეიმერები და სტრიმერები. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალი ფილმის ვიზუალურმა და ტექნიკურმა ასპექტებმა. გადასაღებად გამოყენებულ ტექნოლოგიას შეიძლება ეწოდოს უაღრესად ინოვაციური. მეგობრებო, ესე იგი, ჯერ გადაიღეს რეალური ბოსტონი, ჩვეულებრივი ქალაქი და შემდეგ ეს ყველაფერი გარდაქმნეს ეგრეთ წოდებული VFX სპეციალისტებმა თავისუფალ ქალაქად. შეცვალეს ზოგი შენობის სართულები, ზოგი განლაგება, ზოგი არქიტექტურა, ან როდესაც ჩვენ ფილმს უყურებთ, იქ ნაწილობრივ არის რეალური ბოსტონი,
რეალური ქალაქი და ამავე დროს გადაკეთებული სხვადასხვა ტექნოლოგიებით თამაშის სამყარო და ეს ორი სამყარო არის ერთად შერწყმული. სიუჟეტი რაიან რეინოლდს საშუალებას აძლევს კიდევ ერთხელ ითამაშოს მობრძალებული და გულუფრთხილო, კეთილი და საყვარელი ბიჭი. მის პერსონაჟს სახელიც კი არა აქვს, მას უბრალოდ ბიჭი ჰქვია. რაიან რეინოლდსმა დახვეწა მეოთხე კედლის ხელოვნება, სადაც პერსონაჟი აუდიტორიისთვის მონოლოგებს წარმოთქვავს. ფილმში ეს თვალსაჩინოა, რადგან მისი არამოთამაშე პერსონაჟი ვიდეო თამაშების სამყაროში evолუციის მამოძრავებელი ძალა ხდება, რადგან მას შეუძლია კოლეგების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. Billy! You're taking me out. What's happening? It's on you now. Everybody's watching. You gotta keep going. Wait. Will I see you again? Hey, 站住！哎，打谁啊？ ფილმის მუსიკა დაწერა კრისტოფერ ბეკმა. ფილმის მუსიკის ნაწილი აღებულია დისნეის ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან პეიპერმენ. რეინოლდსმა შესთავაზა მირაია კერის სიმღერის ფანტაზის გამოყენება. რთულია კარგი ვიდეო თამაშის შექმნა. რთულია შესანიშნავი რომანტიკული კომედიის შექმნა. რატომღაც თავისუფალი ბიჭი ახერხებს ორივეს I have arrived, all you rappers on time. My rap pack, where you at? Everywhere, worldwide. I know you've been waiting for this world to collide. B-O-W-Y-H-A-L-L for Lauren, but they take it back like that commodity. დასკვნის სახით რა არის თავისუფალი ბიჭი, რომლის გმირი ცხოვრობს სამყაროში, სადაც მისი ბედი დღითი დღე მეორდება და ის თვლის, რომ ეს ასეც უნდა იყოს და სხვაგვარად არ შეიძლება, სანამ ერთ დღეს მას ყველაფრის დარღვევის სურვილი არ დაეუფლება. თავისუფალი ბიჭი შესანიშნავი ცოცხალი სახალისო და წარმოუდგენელად მაგარი ფილმია. ნამდვილად ღირს კინოში წასვლა, ან მყუდრო გარემოში, სახლში ოჯახის წევრებთან ერთად, ან სულაც მარტო ყურება. Historian, but hit him and my pillars such a cloud. I put it on everything I really wanna cop out. Well, I did good for a dropout. How about the coupe? Chicken hands go crazy. Kinda sounds right on the floor, get lazy. What up, what good? Where you at? With Yeah.